მოგესალმებით მეგობრებო. დღეს სტუმრად მყავს ბატონი დავით კოხალაშვილი. ბატონ დათო, მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს, შობას და გეროშაბაც უკვე ნათლისღება დგება ყველაფერს ერთად. მრავლას დაესწარით. მადლობა, მეც გილოცავთ, მადლობა მოწვევისათვის და ყველა თქვენს მაყურებელს, მინდა რომ ბედნიერი 2026 წელი უსურვო და მშვიდობიანი რაც ვთქვარი. დიდი მადლობა. ბატონ დავით. მოკლედ, ესე იგი, ვენესუელას ამბებმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო პოლიტიკური წყობა, სისტემა შეიძლება ასე ითქვას და ამის სხვადასხვა გამოძახილს ხედავთ თანამედროვე მსოფლიოში. როგორც იტყვიან, ყველამ თავის ზონას და თავის დარძე იფიქროს, ჩვენი გვაქვს საფიქრელი და კერძოდ რა მოხდება ახლა აღმოსავლეთში, იმიტომ რომ პირდაპირ კორელაციაშია შემდეგ სამხრეთ კავკასიასთან ეს ყველაფერი და მაინტერესებს ირანში განვითარებული მოვლენები. თქვენ რას ატყობთ? რამდენად მდგრადია სისტემა იმ გამოწვევების მიმართ, რაც ამ ქვეყნის წინაშე დგას? მე არ ვამბობ, რომ აიათოლების სისტემა კარგია, ცუდია, მე ამ დეფინიციისგან გვერდზე გავდივარ, მე უბრალოდ შიშობ, რომ ირანში თუ ძირეული ცვლილებები მოხდა რევოლუციური ხაზით, შესაძლოა ეს ქვეყანა დაიშალოს და ამ დაშლას მოყვება ყველაზე ცუდი ნეგატიური შედეგები და ამას ჩვენ ვიგრძნობთ ჩვენ თავზე, მე გულისხმობ სამხრეთ კავკასიას და კერძოდ საქართველოს. თქვენ რას ფიქრობთ და რა პერსპექტივებს ხედავთ ამისას? პირველ რიგში ვენესუელა ახსენეთ და რა თქმა უნდა ხა იმდენი საუბრეს ამ თემებზე, რომ უბრალოდ მე ახალს არაფერს არ ვიტყვი, უბრალოდ ერთ რაიმეს ვიტყვი რა. განსაკუთრებით იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც საერთოდ ზოგადად ვერ წუდებიან პრობლემის შინაარს, რომ რა იგივე ვენესუელას ამბავს, რა სიტუაცია შეიძლება მოყვეს იმ ზონაში, სადაც თქვა სხვა დომინაციის მნიშვნელოვანი ობიექტი გაგვაჩნდა. და უნდა შევახსენო კიდევ ესეთ ტიპის ადამიანებს კოსოვოში განვითარებული მოვლენები, როდესაც ჩვენ დოლაკარდიონით ხვდებოდით ვითარებას და მერე ჩვენ ვნახეთ უკვე რა პროცესები განვითარდა. ამიტომ, როდესაც ესეთი ტიპის მოვლენები ვითარდება პირველ რიგში, აქ უკვე დემოკრატიულ პრინციპებზე და საერთაშორისო სამართალზე ზოგადად ზედმეტია საუბარი და უნდა სამწუხაროდ აღვნიშნოთ, რომ რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ საერთაშორისო სამართალი არ არსებობს. ეს არის ფურცელზე დაწერილი ზოგადად რაღაც რეგლამენტი, რომელიც აღსრულებული არ არის და არანაირი ტიპის გარანტია ზოგადად მსოფლიოში არ არსებობს. და ერთ საფრთხეზე, რომელზედაც მინდა რომ მაინც ყურადღება გამომახვილო, გახლავთ ის, რომ მე მაინც რაღაცა თუ მგონია, რომ ის მოლაპარაკებები, რომელიც გაიმართა რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომლიდანაც პრაქტიკულად ინფორმაციული ვაკუუმი გვაქვს დღემდე, არა მარტო ჩვენ, ეს გასაკვირიც არ არის, მე ვფიქრობ, რომ ისეთ სახელმწიფოებს, რომლებსაც მაღალი დონის ტექნოლოგიებიც გააჩნიათ სადაზვერვო სამსახურები, ვფიქრობ, რომ გარკვეული მოქმედებათა ციკლი, რომელიც ირგვლივად ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, მე მგონი, რომ იმ შეხვედრაზე არის შეთანხმებული და დღეს ჩვენ ვიღებთ უკვე შედეგობრივ შედეგებს იმ შეხვედრიდან გამომდინარე. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ირანს, ერთ რამე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში ამ წუთში ირანს, რომ ის მარტო იდგეს. როდესაც მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით შესაძლებელია, რომ იქ მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც ვთქვათ, დაგეგმილი აქვს რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოს. ჩვენ მაინც უყურებთ გარკვეულ კოორდინაციის და მათ შორის სადაზვერვო კოორდინაციის ციკლს, ეს არის ჩინეთი, რუსეთის ფედერაცია და შესაბამისად არ ვთვლი, რომ ეს სახელმწიფოები არ არიან მაღალ ტექნოლოგიურად განვითარებული, მათ გააჩნიათ მაღალი დონის სადაზვერვო სამსახურები, მაღალი დონის ანალიტიკური ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ესეთ მარტივად გადასაწყვეტი ეს თემა არ არის. ფაქტის სახეზია, ბევრი რამ ჩვენ არ ვიცით უბრალოდ რა ხდება ირანში, იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით, რაც ჩვენთან 2008 წელს მოხდა, როდესაც პრაქტიკულად პარალიზება გაუკეთეს თელ ქვეყანას და ამაზე პასუხი არავის არ უგია, რომ მთელი კიბერსივრცე მოშლილი იყო, არც ხელისუფლებას, არც კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს. განსხვავებით ჩვენგან,
ირანი ამ მიმართულებით ტექნოლოგიურად მზად არის და მან პრაქტიკულად შეძლო ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა საკუთარ სახელმწიფოში, რაც იმისთვის იყო აუცილებელი, რომ ზოგადად მუხტის მასშტაბები კიდევ უფრო მაღალი არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ზოგადად კიბერსივრცე ლებია გამოიყენება პირდაპირ დეზინფორმაციული საქმიანობისათვის, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური დესტაბილიზაციისადმი. ამიტომ ზოგადად ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი ტიპის ხელისუფლება, რომელიც არ უნდა იყოს ირანში, ყოველთვის ეყოლება მას როგორც მომხრე და ასევე ეყოლება მოწინააღმდეგე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამიტომ, როდესაც ებრძვიან სისტემურად სახელმწიფოს, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად მას ჭირდებათ იმ სახელმწიფოს, რომელიც მას ებრძვის და სახელმწიფოთა ერთობას, საკუთარი ნების ასრულებელი ხელისუფლება. ამ შემთხვევაში იმ ხელისუფლებაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ესაა ხელისუფლება, რომელიც ესე მარტივად არ ექვემდებარება იმ ტიპის შეღწევადობას, რომ მარტივად დააკმაყოფილოს მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოვლენები განვითარება ჯერჯერობით კიდევ წინა გვაქვს და არ ვიცით ზოგადად კიდევ რა წერტილები არის შერჩეული სხვადასხვა კონფლიქტების ინსპირირებისათვის და სამწუხაროდ თქვენ ეთერშიდაც მithქვამს და ძალიან ბევრი ეთერში და მათ შორის აუდიტორიაში სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენი ტიპის ქვეყნები ყოველთვის შერჩეული არიან სამიზნეო ობიექტებად და შეფასებითი კრიტერიუმით რო ვთქვათ, ძალიან ცუდი შედარება უნდა მოვიყვანო, ეს არის საკოლმეურნეო ბაზარში, რომ პროდუქტები არის გათავსებული და იმის ყიდვა შეუძლია ადამიანებს, ესეთ მდგომარეობაში არიან ჩვენი ტიპის სახელმწიფოები, ამიტომ ყველაფერი ის რაც გადავიარეთ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, რომ შეესაბამებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეხა ჯერ იმაზეა, რამდენად სწორად გავთვლით ჩვენს ნაბიჯებს, რომ საბოლოო ჯამში აუცილებლად უნდა მოხდეს ალბათ ახალი სტრატეგიული პარტნიორის შერჩევა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი მდგომარეობა. ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად გასულია რეგიონიდან, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვსაუბრობ, რომ ის სრულყოფილად გავიდა, მას ყავს თავისი აგენტურული აპარატი საკმაოდ მასშტაბური, მას ყავს თავისი პროგანწყობის მქონე ადამიანები, მაგრამ ძირითადად ის უკვე სხვა ინტერესებით არის დაკავებული, მას აქვს ძალიან ფიქრობ უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და თუ მას ვერ გამოასწორებს ამ შემთხვევაში რეალურად მას ექნება უკვე პოლიტიკური დესტაბილიზაციის ნიშნები და ყოველ შემთხვევაში ამ ნიშნებს ჩვენ უკვე ვხედავთ თვითონ შიგნით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც გამოიხატება ცენტრალურ საპრეზიდენტო და თქვათ რეგიონალური ხელისუფლებების კონფლიქტებით და სხვა კიდე მიმართულებებით, ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მგონია ისე მყარად იყოს მზად, რომ კიდევ ახალი ფრონტი გახსნას. რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, რაც მოხდა ზოგადად ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, ლოგიკურად მოაზროვნე და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო უსაფრთხოებაში გარკვეული ადამიანების პოზიცია არის ერთგვაროვანი, რომ პრაქტიკულად ამ შემთხვევაში მაინც გარკვეულწილად ამერიკის შეერთებული შტატები ხელისუფლება არის კომპრომეტირებული, იმიტომ რომ ქმედება, რომელიც ჩადენილია ვენესუელას მისამართით, ეს არის პრაქტიკულად არანაირ ნორმას არ შეეფერება, არც საერთაშორისო ნორმებს არ შეეფერება და არც ზოგადად იმ ტიპის სახელმწიფოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ, ამაზე ვარესებიც მომხდარა. უბრალოდ ერთი რამ რაც ხდება დღეს იმ თაობისთვისაც მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ სკოლებში თუ აუდიტორიებში საგანმანათლებლო პროგრამებით მოწამლეს, შეუქმნეს ცრუ მოლოდინები, ცრუ დამოკიდებულებები სხვა სახელმწიფოებთან, ყველაფერი შეაყვარეს საკუთარი ქვეყნის გარდა და დღეს თუ გადავხედავთ უბრალოდ სერბიას, სადაც საერთაშორისო თქვათ ურთიერთობები მიმდინარეობს, ჩვენ ხედავთ, რომ მე ვფიქრობ, რომ ერთ და ორ სახელმწიფოზე არ შეიძლება თქვათ საუბარი. ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები და ის ყველა ძალებს, საშუალებებს, მეთოდებს და ხერხებს იყენებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც ზოგი ჭირის მარგებელიას კუთხით თუ შევხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ანალიზის საგანი ძალიან კარგი აქვს იმ პროფესორ მასწავლებლებსაც და იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც ამღვეული აქვთ გონება და ამღვეული ჰქონდათ გონება და
ძალიან მარტივად მიდიოდნენ იმაზე, რომ დაემხოთ ძალადობრივად ხელისუფლება. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია თუ დღესაც ისინი ვერ ითავისებენ იმას, რომ ძალადობრივი დამხობა და ზოგადად ტერმინი დამხობა ნიშნავს ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და აუცილებლად უკავშირდება სისხლს, აუცილებლად უკავშირდება მსხვერპლს და ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ პრაქტიკულად ძალიან ბევრი ადამიანი ყავს კრიმინალურად მოაზროვნე ჩვენ სახელმწიფოში და ამიტომ სახელმწიფოს მართლობს, რომ გარკვეული პრევენციული მექანიზმები შეიმუშაოს, რომ არ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, თქვათ, რაც ირანში აქვს. მე უბრალოდ ერთი მიმართულებით ძალიან გაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ირანის სადაზვერვო სამსახური ძალიან აქტიურად და მათ შორის კონსადაზვერვო უწყებები ძალიან კარგად მოღვაწეობენ და მათ შორის კოორდინირებულად, რომ ამ დონეზე ვითარება არ უნდა გაქცეულიყო და ვფიქრობ, რომ გარკვეული შეობრივი გამიჯვნის ღონისძიებები ირანს აუცილებლად გაკეთებული უნდა ქონოდა. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად აქ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩავარდნა არის მით უმეტეს ამ ტიპის ჩავარდნა არ უნდა ყოფილიყო იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამოდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა პირდაპირი აგრესია ირანთან მიმართებაში ისრაელის მხრიდან, რომელიც ხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგადად სახელმწიფოები ზოგჯერ წარმოგვიდგენია, რომ ძალიან მაღალი დონის, თქვა, ტექნოლოგიური განვითარებით სადაზვერვო სამსახურების მაღალი დონით გამოირჩევენ, მაგრამ ხედავთ, რომ არის გარკვეული მოწყვეტი ვითარება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ესეც ვაჭრობის საგანია, ირანთან დაკავშირებული საკითხი და როგორ მოილაპარაკებენ ამ შემთხვევაში დომინაციისთვის მებრძოლი სახელმწიფოები, ვფიქრობ, რომ ყველაფერი მათ ინტერესებზე და ინტერესთა გადაკვეთაზე იქნება დამოკიდებული. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ერთია სამხრეთ ამერიკაში არსებული სახელმწიფო, რაც არ უნდა ძლიერი და მდიდარი იყოს და მასზე ზემოქმედება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და მეორეა ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აღმოსავლეთში არსებული სახელმწიფო, ისეთი როგორც ირანია, თითქმის 90 მილიონიანი და ამის პირდაპირ პარალელის გავლება არ შეიძლება, მაგრამ აქვე ახსენეთ სადაზვერვო სამსახურების წარმატებული მუშაობა, რამაც ფაქტობრივად ირანში გამოიწვია ის დემორალიზაცია. ეს ფაქტებსაც ახლა დღემდე უყურებთ და აქ ჩდება ბუნებრივი კითხვა. მარტო მე არა, ბევრს უჩდება, რომ რუსეთის და ჩინეთის დახმარება ვენესუელაში დაუშვათ გასაგებია, რომ შორი მანძილის გამო, დისტანციის მანძილის გამო და კიდევ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ რო ვთქვათ, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო არ იყო ისეთი წარმატებული და რას გულისხმობ აქვე ამასაც გავშლი, რომ ბევრს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დაეხმარებოდნენ მაგალითად ვენესუელას, ასევე ჩინეთის და ჩვენ ვიცით, რომ იქ აირსაწინააღმდეგო საშუალებები დგას, მაგრამ რუსეთის კერძოდ მე მგონი ეს სამასები რო არ შემიშალოს ახლა. და აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად საერთოდ უმოქმედო იყო. ნუ ეს მიანიშნებს იმას, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა იმუშავა ბრწყინვალედ, გარდა უშუალოდ ოპერაციისა იქ ფონი უკვე მომზადებული იყო, რომ ვენესუელის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილიყო და ამ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ამას რა მოყვა ბატონო დავით, რომ ესე იგი როგორც რუსეთი, ისევე ჩინეთი გამორიყეს იმ ზონიდან, აქ ფინანსურ მდგომარეობაზე არის ლაპარაკი და პერსპექტივაზე, კერძოდ ნავთობზე და ზუსტად ახლა ისეთივე რამ ხდება უკვე აქეთკენ ევრაზიის კონტინენტის სამხრეთით, ხო? და ხედავთ, რომ ზუსტად ისევე ხდება სადაზვერვო სამსახურების მოქმედება ირანში, ასევე დემორალიზებული არის ფაქტობრივად ირანის ცენტრალური ხელისუფლება და ერთი შეხვედრით ხედავთ, რომ თითქოს არც ირანი და არც რუსეთი და არც ჩინეთი ქმედით როგორ ვთქვათ, ძალღონეს არ იშურებს, რო თქვა, ხმამაღალი ნათქვა მე, მაგრამ ფაქტობრივად უმოქმედოდ არიან. ეს ახლა როგორ ატყობთ თქვენ ეს შემზადება იმისთვის, რომ დაუშვათ ირანში პირდაპირ ინტერვენციის შედეგად ჩინელებმა და რუსებმა დაუშვათ მართლა უკვე ქმედით უნარიანი დახმარება გაუწიონ თუ დასაშვებია ესეთი რამ, რომ დაუშვათ გვერდზე გადგნენ, როგორც ვენესუელას შემთხვევაში, იმიტომ რომ ამის მაგალითი ქონია, ხო, ხა სირიიდან ფაქტობრივად რუსეთმა ინტერესები უბრძოლელად დათმო. გასაგებია, რომ უკრაინაში ომია, მაგრამ
აქ როგორ ატყობთ? იქ ისეთივე სცენარით მიმდინარეობს? ასე იგი მე მაინც რა თქმა უნდა ყველაფერს რასაც ვსაუბრობ ესაა ვერსიების დონეზე და აქ ზოგადად ამჩვევია ხოლმე რომ აი მე ტიპის ძალადობა განვახორციელო იმ ადამიანებზე ვინც ჩვენ გამოსვლას უსმენს. ერთი რაც აშკარად ჩანს ეს გახლავთ აბსოლუტურად კონტროლებადი ქმედებები. ვენესუელასთან დაკავშირებული პროცესები მე ვფიქრობ რომ კონტროლებად ჩარჩოს ექვემდებარება. მე ძალიან შორსა ვარ იმ აზრისაგან რომ რუსეთისა და ისა ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია მოვლენათა განვითარების შესახებ. ძალიან შორსა ვარ ამ აზრისაგან. ფაქტი ერთია რომ თვითონ ვენესუელაში მაღალი დონის სადაზვერვო შეღწევადობა იყო განხორციელებული, მათ შორის სპეცსამსახურებში, მათ შორის თავდაცვის უწყებაში, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ნუ ეს სასახა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი და არსებითი ჩემთვის გახლავთ ის, რომ ჩვენ და სამწუხაროდ, თქვათ, ერთ კონტინენტზე განვითარებული პროცესები ხშირად ასახვას პოვებს მეორე კონტინენტზე, თქვათ, და ანალოგიური პროცესები ხორციელდება ხოლმე და აქ უკვე აშკარად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის გარკვეული გარიგების შედეგი. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რომ რა პოზიციას დაიკავებენ, მე ყოველ შემთხვევაში ესე გავიგე, ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია, ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით რაც ჩანს, მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ის კოორდინაციის რგოლი, რაც არსებობდა ირანს, ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ეს საკოორდინაციო სივრცე ჯერჯერობით მოქმედებს. ახლა რაც შეეხება თუ რას იზამენ, ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ფაქტი, ძალიან ბევრი მოვლენა ისტორიიდან, რომ სტრატეგიული ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებშიც კი სახელმწიფოები ზოგადად ერთმანეთს ღალატობენ და ამ ღალატის ძირითადი მიზანიც გახლავთ ის, რომ როგორც კი გამოჩნდება უფრო უკეთესი სარგებლის მიმღები, თქვათ, მდგომარეობა ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფო მიდრეკილია, რომ გადავიდეს იმ მდგომარეობაში. აი ამ კუთხით თუ განვიხილავთ, შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივად ირანიც იქცეს, თქვათ, ამ ქმედების, ამ შედეგობრივი ქმედების ობიექტად. სხვათა შორის მე გახდით ორი წლის წინ ირანში ჯგუფთან ერთად, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად და გარკვეულ შეხვედრები ჰქონდა სამეცნიერო კუთხით და მათ შორის კონფერენციები და ზოგადად ამ ტიპის საფრთხეზე, ზოგადად რაზედაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მე გარკვეული მინიშნება ამ კონფერენციაზე გავაკეთე და ეს ზოგადად პროფილურად თუ გადავხედავთ როგორც სადაზვერვო საქმიანობაში და ურთიერთობებში ზოგადად ჩვენ ესე აღვიქვამთ ყოველ შემთხვევაში რომ მეგობარი სახელმწიფოები ზოგადად არ არსებობენ, არც არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები. ყველაფერს აბსოლუტურად წყვეტს ინტერესები. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ძალიან ხშირად ქართულად ვუყურებთ, ამას მიგვაჩვიეს და ესეც ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის სისუსტეა. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყანამ რატო გვიღალატა, რატო გვიღალატა, იმიტომ გვიღალატა, რომ მან მიიღო უფრო მნიშვნელოვანი სარგებელი. და როდესაც მე თქვენთანაც და სხვა ეთერებშიც თუ გახსოვთ, ვაკეთებდი აქცენტებს, რომ დიდი ბრიტანეთმა დახმარების ნაცვლად 21 წელს თავის შეღებულ ნაწილებს გაიყვანო, იმიტომ გაიყვანო, რომ მან მიიღო უფრო მეტი მნიშვნელოვანი სარგებელი ამ გაყვანით უკვე საბჭოთა რუსეთისაგან და შემდეგ საბჭოთა კავშირისაგან. ამიტომ ესეთი მოვლენები ზოგადად ძალიან ხშირია, მათ შორის ცივი ომის დროს, საკმაოდ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკვრ დამოკიდებულებაში იყვნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მათ ჰქონდათ გარკვეული ზონები, სადაც ძალიან კარგად და კოორდინირებულად მოქმედებდნენ და მაშინაც ძალიან კარგად ინაწილებდნენ სხვადასხვა ტერიტორიებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია ინტერესებზე და მაინც კიდევ უბრუნდები იმ შეხვედრას, რომელიც პრაქტიკულად ამ დონის ეგრეთ ესე იგი მაღალი დონით გასაიდუმლოებული შეხვედრა მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს რომ რაღაც დონის ინფორმაციები მაინც არ ყოფილიყო გამოჟონილი და ეს კიდევ უფრო მაღალი საფრთხის მანიშნებელია და მათ შორის ჩვენ ხელისუფლებასაც მართებს ამ მდგომარეობის იდენტიფიცირებულ საფრთხეთ აღქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვერ გავაკეთებთ პროგნოზს, საიდან რა საფრთხეები არის მოსალოდნელი და ალბათ მე უფრო ვიტყვით, როცა გადავალ სამხრეთ კავკასიაზე, მაგრამ ირანთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობაზე უნდა დავრჩეთ, ვნახოთ, რას
რა იყო ის გეგმა, რომელზედაც შეთანხმდა რუსეთის ფედერაცია და ამერიკის შეერთებული შტატები და შემდეგ დღეს რა ტიპის ურთიერთობები არსებობს და დამოკიდებულებები რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის. აი ეხაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი პოზიციის ზოგადად გაზიარება. ის აქტიური ფონი, რომელზედაც თქვენ ხაზგასმა გააკეთეთ, სრულად არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან აქტიურები. როდესაც ყველა საფრთხებათა მდგომარეობა საერთაშორისო ურთიერთობებში გახლავთ ის, როდესაც არ ჩანს სახელმწიფოები და ზოგადად არ ავლენენ რაიმე ტიპის ინტერესს. ამ შემთხვევაში გააქტიურებული არის სწორედ დიპლომატიური დაზვერვა და ზოგადად სადაზვერვო სამსახურები და ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო მაღალ რისკებზე ვისაუბროთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოები საკუთარ პოზიციებს აღღერებენ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ შემთხვევაში გარკვეულ მესიჯთა სისტემა მოქმედებს, ეს არის პრაქტიკულად სახელმწიფოთა პოზიცია, ეს არის სადაზვერვო პროპაგანდის ნაწილი, რომელთაც ყოველ შემთხვევაში ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჯერჯერობით სახელმწიფოები ერთმანეთს რაღაცის ირგვლივ აფრთხილებენ. აი, ყველა ეს მდგომარეობა გვაქვს ახლა, რომ არავინ არაფერს არ აფრთხილებს და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რაღაც აქტიური ციკლი არის დაწყებული. და კიდევ ერთი რამ, მე ვფიქრობ, რომ თუ გადავხედათ როგორც ევროპულ სახელმწიფოებს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს, მე ვფიქრობ, რომ ირანი გულხელდაკრეფილი არ ყოფილა ამ წლების განმავლობაში, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ირანში და დასავლეთს ყავს მაღალი დონის აგენტურული აპარატი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე მიმართულებაზეც არის მაღალი დონის აგენტურული აპარატი. ამიტომ ერთი მიმართულება, რომელიც ვთვლი, რომ ძალიან საშიშია ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისათვის, ეს შეიძლება იყოს ზოგადად ეგრეთ წოდებული შურისძიების აქტები და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არც ძალიან კარგი მდგომარეობა შეიძლება შეექმნათ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ევროპულ სახელმწიფოებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროპულ სახელმწიფოებში, კოლექტიურ დასავლეთში არ არის დღეს ისეთი ოპერატიული ვითარება, რომ ეს სახელმწიფოები მოწვლადი არ იყვნენ. უფრო მეტიც, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ კონფლიქტურ ვითარებაში არიან, ეს ხელსაყრელი პირობაა სწორედ იმ აქტივობისთვის, რომელზედაც მე გესაუბრები და მათ შორის ძალიან დიდი ჭიდილი მიმდინარეობს ნატოსთან დაკავშირებით და მოვლენები როგორ განვითარდება ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით აი ბოლომდე გარკვეული ვერ ჩვენ ვერავართ და მე მგონი სოფლიოს ძალიან დიდი ნაწილი ვერ არის ამ მიმართულებებს. ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული დალუდება მოგვიწევს, რომ უფრო კარგი დასკვნები გავაკეთოთ. ჩვენ მაყურებლებისთვის რომ განმარტოთ, თქვენ როცა ახსენეთ რუსეთ-ამერიკის შეხვედრა შეთანხმებას ანკორიჯს გულისხმობთ, ხო? დიახ. ბატონ დავით, ახლო აღმოსავლეთი და აქ ესეთი აზრი მჩება მე, რომ გარკვეული პერიოდის წინ, ალბათ რო არ შემიშალოს ორი კვირის წინ, ბენიამინ ნეტანიაჰუ იყო ჩამოსული ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეხვდა ტრამპს, ეს პარალელური პროცესია უკრაინის ომის დარეგულირებასთან და ვენესუელა მაშინ ჯერ კიდე არ იყო ესეთ ამ ფაზაში შესული და ყველა ელოდა ზუსტად მოვლენების ამდაგვარ განვითარებას. ანუ ისრაელი კვლავ ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების გაცავნა გასაკვირი იყოს ჩათრევას ირანის კონფლიქტში, იმიტომ რომ ისრაელისთვის მართლა ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება ირანის არსებობასთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ, თავად ისრაელის პოზიცია რეგიონში, რასაც თქვენ ადევნებთ, რა ინფორმაციას თქვენ გაქვთ. ისეთი მყიფეა, რომ უბრალოდ ისრაელის ხელისუფლება ესე ვაბანგზე წავიდა, ან უნდა იომოს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ არსებობის პერსპექტივა არ აქვს. ეს არის სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რომელიც გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს. ისრაელი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე. ისრაელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად ესეთი ტიპის აქციები განახორციელოს. რაღაც მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს არის სტრატეგია, რომელთაც თქვათ მოქმედებს ორივე სახელმწიფო. ერთი და მთავარი რამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ რაღაცა თუ რჩება ისეთი საბეჭდილება, რომ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებების არსებობა ზოგადად დამოკიდებულია ამ სახელმწიფოების სწორედ ამ მდგომარეობაში არსებობაზე. ისინი
ყოველწილად მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთმანეთის მკვლევარები არიან და რა ტიპის, თქვათ, თამაშთან გვაქვს საქმე, ცოტა ძნელად წარმოსადგენია. აი, ნახეთ, თუნდაც ის აგრესიული აქტი, რომელიც განხორციელდა, რამდენად კონტროლირებადი იყო, რამდენად მოკლე პერიოდში განხორციელდა და როგორ ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდა, ხო? არც მოყოლია მას ეგრეთ წოდებული შურიზიების აქტები. აი ხა ასეთ მოვლენებს ცოტა მე ვფიქრობ, რომ ცოტა სიღრმისეული ანალიზი ჭირდება და ამას რაიმე ტიპის ცალმხრივი დასკვნის გაკეთება ზოგადად ამ მოვლენის მიმართ ძალიან ძნელია. ვერ ვიტყვით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ზოგადად ნებისმიერ ფაზაში, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებს საუბრობ, შესაძლებელია გარკვეული ტიპის გადაჯგუფება და ნებისმიერი ტიპის აქცია, განსაკუთრებით სადაზვერვო აქცია, შესაძლებელია გარკვეულ პროპაგანდისტულ, თქვათ, ხასიათს ატარებდეს და შინაარსობრივად შესაძლებელია ემსახურებოდეს სულ სხვა რაიმეს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისრაელი არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ზოგადად მის ნებისმიერ მოქმედებას ვერ ექნება დადებითი შედეგი. იგივე შემიძლია გითხრათ ევროპულ სახელმწიფოებზეც, არც ისინი არ არიან დამოუკიდებელი, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, რაც თავიანთი სუვერენიტეტი გადაულოცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამიტომ აქ მოვლენათა პარალელიზმთან გვაქვს პრაქტიკულად საქმე და რამდენად მზად არის ამერიკის შეერთებული მიუხედავად იმისა, რომ მე ესე ვფიქრობ, მაინც ჩემი შეფასება ესეთია, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა, მე ვფიქრობ, რომ მე როგორ ამერიკასაც ვიცნობ, ზოგადად მათ ზოგადად გაწონასწორებულ ხელისუფლებას არჩევი ესეთი ბაკიბუქობა, ის ძალიან წყნარად და მშვიდად აკეთებს თავის ამას. ამიტომ როდესაც ჩემ პროპაგანდისტულად იბრძვი, რომ მე მაქვს უამრავი შესაძლებლობა, მე ამას ვიზამ, მე იმას ვიზამ, ძალიან ცოტა არა მაქვს დიდი რწმენა იმისა, რომ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მყარად დგას სხვადასხვა მიმართულებით. ერთი თქმა მინდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებებიც არის გარკვეულ კონტროლს დაქვემდებარებული და ის არის შეთანხმების ნაწილი. რეალურად აუცილებლად სამყაროს ჭირდება დღეს გათვალისწინება როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის ინტერესების. ეს ძალიან კარგად იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ძალიან კარგად იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ დღეს რა ცეცხლიც უკიდია თვითონ იქ პროცესებს, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს, რა მაღალი დონის ზემოქმედება აქვს, ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას. ამიტომ ძალიან ბევრი რამ, რომელიც დღის სინათლეზე არ ჩანს, ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო მეტ სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მაინც ვფიქრობ და ვჩები ამ აზრზე, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება რუსეთის, ჩინეთის თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ამ სამი სახელმწიფოს კონტროლებად ჩარჩოს ექვემდებარება და ვფიქრობ, ეს არის მოლაპარაკების ნაწილის აღსრულება. გასაგებია. ბატონ დავით, ხა ნელა-ნელა გადმოვინაცვლოთ ჩვენსკენ სამხრეთ კავკასიაში და ყველას აქვს, ესე ვიტყოდი, საღადმოაზროვნეს და ვისაც ელემენტარული ანალიზი გაკეთების უნარი აქვს, ყველა მათგანს გააჩნია ესეთი შიში, რომ თუ დავუშვათ ირანის ღვევა დაიწყო, ჩვენ ვიცით, რომ ირანის ჩრდილოეთ ნაწილი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებული და აქ ყველა საინტერესოს თურქეთის პოზიცია. თუ დავუშვათ დაიწყო ღვევა და ეს ღვევები მოირვა. გაისმა ასეთი აზრიც, სხვათაშორის მაღალი კვალიფიცირებული ექსპერტების მხრიდან, რომ დიდი ალბათობით აზერბაიჯანი ეცდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რომ ეს ეთნიკურად თავისი ხალხი, ესე ვთქვათ, შეიერთოს. ანუ სახელმწიფოს გაზრდის ხარჯზე. და ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯან-ისრაელის დამოკიდებულება ბევრად პარტნიორულია, ვიდრე დავუშვათ თავად თურქეთისა და ისრაელის. ეს თუ დავუშვათ ჭყალებში არ მოვიყვანეთ და თუ არ ვთქვით, რომ ესეც თამაშია, მაგრამ ჩვენ გამიხილოთ ის, რაც ხილულია. როგორ ფიქრობთ, აი ამ ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ნაკადი ხალხისა
აზერბაიჯანელები გასაგებია აზერბაიჯანში სწავლენ და სხვა დანარჩენი რა პერსპექტივა აქვს ამას? თურქეთი რა როლს შეასრულებს ამაში? ერთ რამეში მე არ უნდა დაგეთანხმოთ, რომ აი ეს აზერბაიჯანელების მე ვერ უყურებ ყოველ შემთხვევაში აზერბაიჯანის მზაობას, რომ დევნილთა შემთხვევაში აზერბაიჯანი გზადყოფნას გამოთქვამდეს ამ დევნილების მიღებაზე. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ის ემზადება იმისათვის, რომ დევნილთა თქვათ მიღება არ განახორციელოს. მე მინდა აი ხა სამწუხაროდ ისე უნდა დაუბრუნდოთ 18-21 წლებს და შევახსენო საზოგადოებას, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს დევნილებმა და საუბარი მაქვს სომხური ეთნიკური ნიშნით დევნილებმა, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი შემოვიდა საქართველოში და ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან დიდი ნაწილი პრაქტიკულად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მათ თავშესაფარი მიცა და ჩვენს მოსახლეობას არ გააჩნდა, ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა მძიმე ჰქონდა, ჩვენ ხელისუფლება ცდილობდა, რომ დევნილები დაეპურებია და გარკვეულწილად ძალიან დიდი ყურადღება მიექცია, მიუხედავად ამისა, სწორედ დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილი იქცევა უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების გამტარებლებად და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ქვეყნის თქვათ დამოუკიდებლობის დაკარგვისა გახლავთ ის, რომ სწორედ მივიღეთ იმ რაოდენობის დევნილები, რომლებმაც ოპერატიული ვითარება პრაქტიკულად შეცვალეს ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ამიტომ აი ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება მართავს ჩვენ ხელისუფლებასაც, რომ ისიც არ იყო შემთხვევითი, რომ მაშინაც ჩვენთან მოხდა დააკვირდით ეთნიკურ ჯგუფს და ჩვენთან მოხდა ძირითადი ნაწილის და არა იქ, სადაც მისთვის ეთნიკურად მონათესავე სახელმწიფო იყო. ამიტომ წუხარ, რასაც სულ ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ნიშანთა ერთობლიობა არის მსგავსების 18-21 წლებთან და მაშინაც თუ მე მგონი დამეთანხმებით, მაშინაც მიდიოდა გადანაწილების პროცესი სოფლიოში და დღესაც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა მარტო თქვათ სანამ დივერსიებზე და სხვა მიმართულებებზე ვისაუბრებთ, რამდენად ვარ ჩვენ ეკონომიკურად მზად, ზოგადად საქართველოს იმისათვის, რომ თქვათ დავძლიოთ ის პრობლემა, თუ ჩვენთან მრავალრიცხოვანი დევნილები შემოვლენ. გითხრათ სიმართლე, კიდევ ერთხელ ნახეთ რა პროცესებზე ვისაუბრე. ერთი ის, რომ თავისი ეთნიკური ნიშნით მონათესავე სახელმწიფო მე მაინც ვფიქრობ, რომ ემზადება იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს და შეიძლება საერთოდ არ შეუშვას ნაკადები, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ნაკადები მოაწყდება ალბათ საქართველოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში სომხეთში რაიმე ნაკადის შესვლა მოხდეს. მე მახსენდება რამოდენიმე წლის წინ ჟირინოვსკის გაკეთებული განცხადება, მან პრაქტიკულად პროგნოზი გააკეთა იმ მოვლენებთან, რასაც დღეს ვხვდებით და ისიც ზუსტად ამ მიმართულებით აღწერს მოვლენებს რა. ერთ სიტყვით, რისი თქმა მინდა, იცით, პრაქტიკულად მიმდინარეობს პროცესი და ვთვლი, რომ ეს არის აშკარად სადაზვერო სტრატეგიები, რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნები ვერ იქნება აღსრულებული იმ სახელმწიფოებისათვის, ვისი ინტერესების გადაკვეთაც არის მომხდარი ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი დღეს მნიშვნელოვანი პროტექტორატის ქვეშ არის, ის არ არის მარტო თურქეთის პროტექტორატის ქვეშ, მე მაინც ვფიქრობ, რომ იქ ძალიან დიდი მასშტაბებით არის ბრიტანული პროტექტორატი, აი ამ შემთხვევაშიც არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ შესაძლებელია ბრიტანეთი კვლავ შევიდეს მოლაპარაკებებში. თურქეთის მსგავსად, თურქეთს არაფერი არ წაუგია, მიუხედავად იმისა, რომ გავიდა ზოგადად დაჭარიდან და იმ ინტერესებზე უარი თქვა, მაგრამ მან საკმაოდ კარგი ტერიტორიები ჩაყლაპა და მათ შორის ჩვენი ისტორიულად ჩვენი კუთვნილი ტერიტორია. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ჯერ დაკარგვის რეჟიმში რაც გვაქვს ის სახელმწიფოები, ის ტერიტორიები, ის გვაქვს ჩვენ საზრუნავი და კიდე რაიმე სახელის დამატება ზოგადად ვფიქრობ, რომ არ იქნება სასურველი. და კიდევ ერთი რამ, ჩვენ რაღაცათო თავს ვიკავებთ ზოგადად და ექსპერტები ძალიან ელაქუცებიან ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს და მე მინდა ჩვენ მეზობელი სახელმწიფოების საყურადღებოდ ერთი რამ ვთქვა. თუ
თქვენ პირადად ხელისუფლებას მიმართავ, რა თქმა უნდა, არ გაქვთ ამაზე ინფორმაცია. მე ვიცი რომ თქვენ გყავთ ძალიან გონიერი ისტორიკოსები და დაუძახეთ მათ და ისინი მოგახსენებენ იმ შედეგებზე, რაც გამოიწვია საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის დაპირისპირებამ, დაძაბულობამ, მათ შორის სადაზვერვო საქმიანობამ და მივიღეთ სამივე ერთი და იგივე შედეგი და ის მტრობა, რომელიც თითქოს და რომ არ ჩანს და რეალურად ეს არსებობს. მე მაინც ვფიქრობ სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ, მათ შორის საქართველოში, რომ ორივე ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს მაღალი დონის აგენტურული აპარატი გააჩნია. ამიტომ ეხა ტელევიზიით ამის თქმა ჩემთვის ცოტა რთულია, რომ სახელმწიფო თუ კი დაინტერესებული იქნება, ჩვენ შეგვიძლია რომ რამოდენიმე მოწვადი ჯგუფი გამოვყოთ და ამის აშკარა ნიშნები გვაქვს, რომ პრაქტიკულად გარკვეული ეგრეთ წოდებული შემოჩეჩების მიღებული ტერმინია სადაზვერვო საქმიანობაში ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს განხორციელებული აქვს. ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციისათვის ხელშეწყობა მათ შეეძლებათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეთ რაიმესგან მან თავი უნდა შეიკავონ, მაგრამ რაზე უნდა ვისაუბროთ? ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა მოკლე პერიოდის წინ ისტორიული ფაქტია, რომ ჩვენ გადავეცით ტერიტორია, ჩვენ წაგვართვეს პრაქტიკულად ტერიტორია და ჩვენ და სამწუხაროდ ლოცვისთვისაც კი იმ ტერიტორიაზე შესვლა არ შეუძლია ქართულ მართლმადიდებლებს. ეს არ შეეფერება კეთილმეზობლურ ურთიერთობას და მე ვფიქრობ, რომ გონიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი მაგალითები, თქვათ, ევროპულ სახელმწიფოებში, რომ ზოგადად საზღვარი, თქვათ, რაღაც ტიპით ისე მოეწყოს იქ, რომ მლოცველს შეეძლოს, რომ მოილოცოს და შესაბამისად, თქვათ, აზერბაიჯანელებსაც შეეძლოთ, რომ გადმოდიოდნენ და როგორც ტურისტული ადგილი, თქვათ, გამოიყენონ თავის ინტერესებისაც. აი, როდესაც როდესაც ამის საშუალებას არ ეძლებენ, ეს არის უკვე ველური დამოკიდებულება სახელმწიფოებს შორის და მე ვფიქრობ, რომ არ შეეფერება ეს ჩვენ ურთიერთობებს და ეს განათლებული და ინტელექტუალური საზოგადოებისათვის ყოველთვის მიუღებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ველაქუცება ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს და ზოგადად სახელმწიფოებს, ექსპერტის დანიშნულებაა, რომ ის იყოს პირდაპირ, ის იყოს მართალი და მან უნდა იმუშაოს იმ რეალური საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, რომელიც რეალურად როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეული მინიშნებები გავაკეთეთ ყველასათვის, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებისათვის. ძალიან კარგი. და იმედია, ვინც გვისმენს სათანადო ადგილას მიიტანს ამ ინფორმაციას. ბატონ დავით, უკვე შავი თეთრზე არის, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები აშკარა ჭიდილში შევიდნენ ამერიკელებთან და ეს იმიტომ არა, რომ მათ დაუშვათ რაღაცა ესეთი ლოკალური ან კონკრეტულად ეტაპობრივი დაპირისპირება ან ინტერესთა არათანხმედრა აქთან რაღაც ამდაგვარი. არა, უბრალოდ ამერიკელებმა ტრამპის მხრიდან დეკლარირებულად განაცხადეს შემდეგ, რომ მისი ინტერესი არის ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკა, წყნარი ოკეანის აუზი, ფაქტობრივად ლონდონს გაეხსნა არეალი, რომ ევრაზიას დაეპატრონოს. ყოველ შემთხვევაში სამხრეთ ნაწილს. როგორც ჩანს, ისინი განახორციელებენ საკმაოდ დიდ აგენტურულ საქმიანობას, ახორციელებენ ახლაც და შესაძლოა განახორციელონ უკვე რიგი ტერორისტული აქტების დაფინანსებაც. მათ დიდი გავლენა აქვს აზერბაიჯანზე, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტიშ პეტროლიუმი განკარგავს ფაქტობრივად რეგიონს. ასევე დიდი თურანის დაარსებაშიც დიდი როლი აქვს ლონდონს, მე როგორც ვიცი და მინდა რომ თქვენ ეს განმარტოთ, ასევე ესე იგი გამომდინარე აქედან თურქეთზეც გარკვეული ზემოქმედების უნარი აქვს და მიმყავს კითხვა იქითკენ, რომ შავი ზღვის აუზში ეს მეკობრეობის სტილი რო ვრცელდება და საზღვაო სამართალი რო აღარ არის, გემებზე რომ მიდის შეტევა. სადამდე შეიძლება რომ მივიდეს ეს ყველაფერი?
გამდინარე იქიდან ჩვენ შავ ზღვაზე ინტერესი არა მარტო გემებზე და საზღვაო აკატორიაზე ჩვენ მე მაინც ვფიქრობ რომ ორი ტერორისტული აქტის ნიშნების შემცველი ქმედება ჰქონდა სახარაოს სივრცეში და ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა. მე მგონი გახსენდებათ ირანის მაღალი რანგის თანამდებობის პირის და შემდეგ აზერბაიჯანის ესე რომ შემთხვევით მოვლენები არ არის ესეც ბრძოლის ელემენტებია და მე მაინც ვფიქრობ რომ ამ ელემენტებზე უნდა აუცილებლად ვისაუბროთ. ეხლა აუცილებლად ისე ვენესუელას უნდა დაუბრუნდე. რატომ არ უშვებთ ვერსიას რომ ვენესუელასთან დაკავშირებული ეს რა ქვია თავშეკავება ხომ არ უკავშირდება აზერბაიჯანის თქვათ გარკვეულ იმ კალაპოტში დაბრუნებას რომელ კალაპოტშიდაც თქვათ ის თავის დროზე აღმოჩნდა. ამიტომ ესეთი მოვლენების მიტო ვიძახი რა უბრალოდ გაოცებული ვარ. იმით არა ვარ გაოცებული, ახლა ვინც არ არის სპეციალისტი და ზოგადად ისინი რო ამბობენ, ამით არა სპეციალისტებიც რაღაცებს ისეც საუბრობენ, რომელიც საერთოდ არანაირ ანალიტიკურ აზროვნებაში არ ჯდება გაოცებული. ახლა უბრალოდ ხო შეიძლება ვერსიის დონეზე წარმოვიდგინოთ, რომ ვენესუელაში ის თავშეკავება, რაც მოხდა, შესაძლებელია პირდაპირ კავშირში იყოს აზერბაიჯანის გარკვეულწილად სხვა კალაპოტში გადასროლასთან. და ამ შემთხვევაში ხომ არ არის სწორედ ეს ყველაფერი იმ დაპირისპირების საგანი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მყარი და სტაბილური სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, სახელმწიფოებს გააჩნიათ საკუთარი კონკრეტული სტრატეგიული ინტერესები და ამ შემთხვევაში რაღაცა თუ მგონია, რომ იმდენად გაუჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა მიმართულებით, რომ მას ძირითადი აქცენტი აქვს გადატანილი საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებზე და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დაიწია ძალიან თამასამ ბრიტანეთის სტრატეგიული ინტერესების მიმართულებით. ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ აი თუნდაც რაზეც თქვენ საუბრობთ, ესეთი მოდელები ყოველ შემთხვევაში აი რელიგიურ მოდელებზე საუბრობ, ძალიან ბევრი შექმნილა, იქნება მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეშიდაც იყო მცდელობა, რომ ზოგადად ამ მიმართულებით რაღაც გარკვეული ერთეობა განხორციელებულიყო. ეს არის ჩვეულებრივად სადაზვერვო აქტივობების ერთ-ერთი მიმართულება. ძალიან ეჭვი მეპარება ახლა რელიგიურად რომელიმე მიმართულებას დიდი ბრიტანეთი უჭერდეს მხარს ან ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ თავარი არსებითი გახლავთ ის, რომ აი სწორედ ის პროექტი, რომელზედაც თქვენ ახლა ხაზგასმა გააკეთეთ ესეთ ტიპის პროექტები, კეთდება იმისთვის, რომ ეს არის სასურველი საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გასავრცობად მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ ამ კუთხით უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი, თორემ მსოფლიოს ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ იმდენად შორს არის რწმენისაგან და რელიგიისაგან და იმდენად უზნეოდ ცხოვრობს ზოგადად, რომ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ისინი სულიერი მდგომარეობით ამ მიმართულებით იბრძოდნენ და იღვწოდნენ. გასაგებია და საუბრის ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი ჩვენთვის ეს არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. და ყველაზე ცუდი რაც მოხდა საქართველოსთვის ვენესუელას შემთხვევაში არის ის, რომ ეგრეთ წოდებული დაყოფა დაიწყო უკანა ეზოების. რაც უნდა მტკივნეული არ იყოს ეს. და რას გულისხმობ? ესე იგი, ამ ქმედებებით, რომ ჩვენს არეალში, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ, ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციას ისედაც არ ქონდა ხელი შეკრული, მაგრამ ესე ეხლა უკვე მორალური ტვირთიც კი მოეხსნა, თუ საერთოდ მორალურ ტვირთზე არის საუბარი. და ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია მოწყვლადი თავიდან ბოლომდე ყველა მიმართულებით. არ გვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობა, არ გვაჩნია არანაირი კავშირები, თუ არ ჩავთვლით ახლა კულტურულ და რაღაც ამ დაგვარ ესე დავარქვათ სახალხო დიპლომატიის ნაწილს და დავრჩით პირისპირ ამ დიდი იმპერიის წინაშე. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მეც ეს გამაჩნია, რომ უკრაინის ფრონტის დარეგულირების შემდეგ რუსეთს მოუწევს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დასტაბილურება. თავის ასარგებლოდ ბუნებრივია, ანუ მოქცევა, ესე ვთქვათ.
ძალიან არ მეყვარს ამ ფრაზას თქვა, მაგრამ ეს ეგრეთწოდებული უკანაეზოს მოწყობა. როგორ ფიქრობთ ეს რა პერსპექტივა შეიცავს ეს ჩემი ნათქვამი? გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო სამართალი აღარ არის და დავჭით პირისპირ. ყველა ქვეყანას ნაკლებად პატარა ქვეყნებს თავის როგორ თქვა, მხარდამჭერი ყავთ სხვადასხვა მსოფლიოში. ნუ ახლა აზერბაიჯანელებს თურქეთი უდგათ, სომხებს უამრავი დიდი დიასპორა აქვს და თუ გვერდზე ვერ უდგანან, მატერიალურად შეუძლია დაეხმარონ და ჩვენ აბსოლუტურად მარტონი ვართ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამის საპირისპიროდ? ესე იგი, მოვლენები, რომელიც განვითარებული იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში და რომელიც შეიძლება განვითარდეს, არანაირ პერსპექტივას არ აძლევს არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს. ამიტომ ვერ გეტყვით ვერანაირად იმას ვერ დაგეთანხმებით, რომ მათ უკეთესი მდგომარეობა აქვთ. იმიტომ რომ თუ ის სარტყელი ზოგადად იმ სარტყელის შემორტყმა მოხდა, რომელზედაც თქვათ ჩვენ არ გვინდა ზოგჯერ საუბარი, მაგრამ უნდა ვისაუბროთ და ეს არის ობიექტური რეალობა, რომ შესაძლებელია ჩვენ ამ სარტყელში ძალიან მალე აღმოჩნდეთ. ამ შემთხვევაში ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ან თურქეთი ან რომელიმე დიასპორამ შეძლოს ისეთი ტიპის ზეგავლენის მოხდენა და ისეთი დახმარება, რომ რომელიმე სახელმწიფომ, თქვათ, თავის სტრატეგიული ინტერესები განახორციელოს. მით უმეტეს, მინდა ერთი რამ გითხრათ და ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს გარკვეული უპირატესობა აქვს. ორივე ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ ეტაპზე გამოირჩევა შედარებით ანტირუსული პროპაგანდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ისა რა ქვია, ძალიან ბევრი რამ ნამდვილად სწორად გავაკეთეთ, მაგრამ არაერთხელ მithქვამს და დღეს კიდე გამეორდები, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, პოლიტიკოსი შესაძლებელია გარკვეულწილად რაღაც ანტირუსულს პროპაგანდირებდეს, მაგრამ თვლი რომ გარკვეულ შემთხვევაში შესაძლებელია ეს გამართლებული არ იყოს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ იმაზე ვსაუბრობთ და ვიცით ის რა საფრთხის წინაშე ვართ, იდენტიფიცირებული თუ გვაქვს საფრთხე და განსაკუთრებით კიდე ერთხელ მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლების იმ წევრებს, რომლებიც პრაქტიკულად დღე და ღამე გამოირჩევენ ანტირუსული პროპაგანდით. ამის დრო უბრალოდ არ არის. ჩვენ ვართ ფაქტობრივი მოცემულობის წინაშე და თქვენ ძალიან კარგად თქვით, რომ ჩვენი პატრონი კი არა, მგონი არავის პატრონი აღარ არსებობს მსოფლიოში, ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც შეგვანარჩუნებს თუნდაც იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ვართ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის უპირველესი ამოცანა გლობალურ პოლიტიკაში არც არასოდეს ამ პოსტსაბჭოთა პერიოდში. არაფერს არ გვეკითხებოდნენ ისედაც არც ჩვენ, არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს და არც ახლა შეგვეკითხებიან, ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული ამოცანა და თუ დავაკვირდებით მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში მუდმივად ამ კონკრეტული ამოცანის წინაშე დგავართ. არ უნდა შევაჭმევინოთ თავი არც მეზობელს და არც შორსდგორ სახელმწიფოს რაღაც გარკვეული ბალანსის პოლიტიკით უნდა შევძლოთ. მე მაინც ვფიქრობ რა, გამორიცხული არის იმ პრობლემაზე, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ის რომ არ მოხდეს ჩვენი დატორვა. როგორც სახელმწიფოსი. წარმოუდგენელია, რომ ამ შემთხვევაში გარკვეულ მოლაპარაკების გააქტიურებაზე არ ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ძალიან გავს ეს პროცესები 18-21 წლებს. თუ გახსენდებათ იმ პერიოდშიდაც არ ქონდა ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები და 2020 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდგომ მოხდა აღდგენა და 7 მაისიდან თებერვლამდე იყო 6 თვე დარჩენილი, ხო ესეა? ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ რაც მალე გადავალთ დიპლომატიური მოლაპარაკებების რეჟიმში, რაც მალე გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას ემსახურება და შემდეგ ეს იქნება მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იმისათვის, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღვიდგინოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეს არის ალბათ ერთ-ერთი უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში მიზანი და ამოცანა, ესა რა ქვია, საქართველოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უფრო დრო გადის და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგვიანებთ, შესაძლებელია საბოლოო ჯამში შემდეგ უბრალოდ ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან სალაპარაკოთაც კი არავინ არ დაჯდეს. ამიტომ, რა ვიცი, ნება ხელისუფლების არის, მე უნდა ვაღიარო ის, რომ
ამ ხელისუფლებას 2012-ში და მის შემდეგ მუდმივად ვაძლევდი მხარს და ეს არ იყო ის გადაწყვეტილება, რომ ეხა რაღაც განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებდა ამ ხელისუფლებასთან, ეს იყო უბრალოდ ჩემი ადამიანური და სახელმწიფოებრივი პოზიცია, როდესაც ვაკვირდებოდი, რომ სულსა და უარეს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი, მაგრამ ეხა მე იმის თქმა შემიძლია, რომ რა არის ცუდი და როგორც არის, მაგრამ ყველაზე დიდი სიკეთე რაც ამ ხელისუფლებას აქვს, პოსტსაბჭოთა საქართველოს ამ ხელისუფლებას, რომელიც 2012 წლიდან მოვიდა, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მთელი თავის არსებობის განმავლობაში დღემდე საომარი მოქმედებები აიცილა თავიდან. აი ამაზე დიდი შედეგი ყოველ შემთხვევაში არც ერთ წინა ხელისუფლებას არ ქონია. ყველა წამოიკიდეს ეს ხელისუფლება ამ ბოდიშით ამ თქმაზე, მაგრამ ესე არის, ესეთ ტერმინი უნდა გამოიყენოს ზუსტად, რომ ვერ წამოიგდეს. ეს არის ყველაზე დიდი დამსახურება, რომ ჩვენი მოქალაქეების კიდე მასშტაბური დაღუპვა არ მოხდა ამ საომარი მოქმედებების შედეგად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალი ნაბიჯებისკენ გადასვლა არის რაც შეიძლება სწრაფად გასაკეთებელი, რომ გადავიდეთ ისეთ რეჟიმზე, რომ ყავდეს ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენ ინტერესებს დაიცავს, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინების ხარჯზე. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ რჩება. დრო არის ძალიან ცოტა დარჩენილი და ეს არის კრიტიკული ფაზა საერთაშორისო ურთიერთობებში, როდესაც ჩვენ ვართ უკვე მსოფლიო გადანაწილების პროცესის დასკვნით ეტაპზე. ბატონ დავით, უღრმესი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის, როგორც ყოველთვის უნდა აღვნიშნო. ყოველთვის დიდი აუდიტორია ყავთ, ბატონ დავით. მე ჩემს სივრცეს გულისხმობ და ვიცი, რომ საქართველოში თქვენ ისედაც ბევრს შრომობთ და მოღვაწეობთ ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი ისე დასრულდება საბოლოო ჯამში, რომ ჩვენ მიღმა არ დავჩვებით დიდი პოლიტიკისა და შეძლების დაგვარად უნტკინეულოდ გავივლით ამ გადაფორმატირების დასკვით ნაწილს. მე სურს რომ ეს იმედი ვიქონიო. და ერთი რამ მინდა რომ ოდეში სანამ დაასრულებდე, რომ ჩემ ძალიან ხშირად ვესაუბრებ ამ თემებზე ჩემს სტუდენტებს, მეგობრებს თუ უცხო ადამიანებს, რომ ყველაზე დიდი ხსნა ჩვენი არის ის, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიქნებით მხარი ინტელექტუალური განვითარებით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ძალიან მაღალი შედეგების მიღწევა ინტელექტუალური ბრძოლით. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლების სისტემის მწყობრში ჩაყენება პირველ რიგში, რაც აუცილებელია სასკოლო განათლების, ძალიან დიდ შეღავათს მისცემს სახელმწიფოს, რომ საბოლოო ჯამში უკვე ჩვენ სკოლის ასაკიდან უნდა ვღებულობდეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, ეს არ არის გასაკვირი მოვლენა, იმ ტიპის ქვეყანას და იმ ოპერატიულ ვითარებაში ყოფილი ქვეყანა, როგორიც ჩვენა ვართ, მე გითხრათ სიმართლე, იმ ლიტერატურით, რომელიც უკვე სკოლებში უნდა შედიოდეს, რომელსაც ბავშვები უნდა სწავლობდნენ, რასაც პატრიოტიზმი ქვია, რასაც საკუთარი ქვეყნის სიყვარული ქვია, დააკვირდით რა ხდება. ყველა ქვეყნის დროშა აქვს წანზე, სახეზე, ხელზე, ფეხზე შემოხვეული. როგორ შეიძლება რომ ესეც ისტორიის არცოდნის ბრალი არის, რომ ზოგადად დროშის დაკარგვა სირცხვილად თითლებოდა და დროშის შენარჩუნებისთვის თავს ირავდნენ ადამიანები. აი რა დონეზე ვართ დაცემული, რა დონე საგანმანათლებლო სისტემა გვაქვს და პატრიოტიზმი და ინტელექტუალური ბრძოლა ეს არის გამოსავალი. ყველასთან შეიძლება მოლაპარაკება და ყველგან შეიძლება ყველაფრის გაკეთება, თუ კი ჩვენ ინტელექტუალურად ბრძოლის შესაძლებლობა მოგვეცემა და ბოდიში რომ დროს გადაგიჭარბეთ და არა, ჩვენ ლიმიტი არ გვაქვს და აქვე მაშინ თქვენ პათოს შეუერთდები საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს განათლების რეფორმას. დაიწყოს და დაასრულოს როგორმე, ოღონდ ეროვნულ საფუძვლებზე და არა დაუშვათ ისე, რომ სადღაც გაკეთებული საქმეების რიგში გალაჭკა ჩაწეროს რა. მე თუ ნებას მომცემთ, სალმოკლე შემოსაზღვრებას გეტყვით. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ბუნდოვანია თვალსახარი არაერთხელ დავაფიქსირე სხვადასხვა მასმედიის საშუალებებში, მაგრამ აუცილებელია, იმიტომ რომ პირადად მე წლების განმავლობაში ამას ვიძახე, რომ აუცილებელია რეფორმა. მე მაინც ვფიქრობ, მე ჩემი მოსაზრება მაქვს, პირველ რიგში რეფორმა საფუძვლიანად და ძალიან სიღრმისეული რეფორმა არის აუცილებლად სასკოლო ჩასატარებელი, ოღონდ მეცნიერულ დონეზე უნდა იყოს ვითარება შესწავლილი და აუცილებლად უნდა იყოს გატარებული სწორი საკადრო პოლიტიკა. ეს არის კერძო თუ ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
არსებობს მტკიცებულებითი ფორმის დოკუმენტები, როდესაც პროფესორ მასწავლებელთა, მათ შორის სკოლის მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ანტისახელმწიფოებზე, მე არ ვსაუბრობ ანტისახელისუფლებო ესე რა ვქვია, განწყობებზე და მოქმედებებზე. მე ვსაუბრობ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე და მოქმედებებზე. აი ესეთ მოქმედებებში, რომელიც ადამიანებიც იყვნენ შემჩნეული, მე ვფიქრობ, რომ მათ არ უნდა მიეცეთ აუდიტორიებში ყოფნის საშუალება გარკვეული წლების განმავლობაში. იმიტომ რომ მე ჩაულებრად როგორც თქვენ და როგორც ნებისმიერი ადამიანი ძალიან განვიცი, რომ ამდენი ადამიანი და ახალგაზრდა არის ესა რა ქვია, საღჟელასრულების დეპარტამენტში და საპატიმრო ვადას გადის. ეს ადამიანები ძალიან ამ ადამიანებზე ძალიან დიდი როლი ითამაშეს სწორედ იმ პროფესორ მასწავლებლებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და უცხო ქვეყნების პროპაგანდის გამტარებელ ადამიანებს. ისინი უნდა იყვნენ იქ და ეს ადამიანები კიდე იქ არ უნდა იყვნენ. ამიტომ აი ამ მიმართულებით უნდა წავიდეს რეფორმა პირველ ეტაპზე. დანარჩენი იქ რაც ხდება, ხა არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მე ვფიქრობ, რომ დროებით ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს და პირველ რიგში და სიღრმისეულად ხელი უნდა მოუკიდოთ სასკოლო რეფორმას, იმიტომ რომ თუ სკოლა სიღრმისეულად არ შეიცვლება, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ შეიცვალოს უმაღლესი მერე საგანმანათლებლო სივრცე. ბოდიშით რომ კიდევ ერთხელ არა, რა ძანეთ, პირიქით, მე ლიმიტი არ მაქვს დროის. ეს იყო ჩემი მოსაზრება, მოკლე მოსაზრება, რა თქმა უნდა, მე თუ გვექნება საშუალება, ძალიან ბევრ ამაზე ვისაუბრებ. მე სურს თქვენთან ერთად ორი პროექტი სურს რომ განვიხილო, ამას ეთერის მიღმაც ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ნუ რახან საუბრო მოიტანა, ერთი ეს არის 17-21 წლის მოვლენები, აი ამის რეტროსპექტივა და კერძოდ დასავლური სახელმწიფოების ავკარგიანობა საქართველოსთვის ამიერკავკასიაში რა ხდებოდა და მეორე განათლების პროგრამის რეფორმასთან დაკავშირებით. ასე რომ ძალიან კარგია რომ თქვენ ეს ახსენეთ და მე მოხარული ვიქნები თუ დავშტო ახლოს მომავალში ჩვენ დავგეგმოთ და ამაზე ფართოდ ვისაუბროთ. მე მაინტერესებს თქვენი ხედვები ზუსტად. ბატონ დათო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ და წარმატებას უსურვებ თელ საქართველოს. მადლობა.